იუსტიციის სახლი. ყველაფერი ერთ სივრცეში. გადავიდეთ საკმაოდ საინტერესო თემაზე, ალბათ უამრავ ადამიანს სმენია, რომ გამოვიდა ახალი ID ბარათები, ანუ პირადობის მოწმობები. სხვათა შორის 2011 წლის შეჯამებისას იუსტიციის სამინისტროს ყველაზე ნოვატორულ იდეად გამოცხადდა ეს ID ბარათები და ჩვენ ამაზე დღეს შეგვეძლება რომ და სწორედ ამ ნოვატორულ პროექტზე, ამ ნოვატორულ იდეაზე სასაუბროთ ჩვენ გვყავს სტუმარი ბატონი გიორგი გაბრიელაშვილი, რომელიც გახლავთ იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე. გთხოვთ მოუბრძანდეთ თავმჯდომარის მოადგილე უკაცრავად. მოგესალმებით. დილამშვიდობისა. მოგესალმებით ბატონ გიორგი. გამარჯობათ. ნუ კი, თუ შეიძლება ამას კიჭას და ჯინოს გადავცემ. დიდი მადლობა და ID ბარათზე გვიქნება მეგონი საუბარი. კი, ID ბარათზეა საუბარი. ID, აი რას ნიშნავს ID? Identification. ხო? და რატომ არ ქვია SB? საიდენტიფიკაციო ბარათი. ნუ ID არის ცნობილი მთელ მსოფლიოში, ანუ ინტერნაციონალურია მე მგონი. ეს უნდა ვთქვათ, ვაუ. სხვათა შორის მე ეს თემა, რომელიც შენახა წამოჭერი ძალიან მაინტერესებს და ჯობია რომ იყოს SB. განვაგრძოთ საუბარი სუბიექტური აზრია ჩემი რა თქმა უნდა. მე ძალიან მაინტერესებს ეს თემა, ნამდვილად და დარწმუნებული ვარ, რომ უამრავ ჩვენ ტელემაყურებელსაც აინტერესებს. იქნებ მოგვიყვეთ აი ვრცლად თვითონ ამ ID-ს ბარათის შესახებ. ანუ რა ფუნქცია ექნება და რამდენად გამოყენებადი არის ის მარტივ ჩვეულებრივ ცხოვრებაში. დღესდღეობით ეს არის პირადობის მოწობა, თუმცა გაცილებით მეტია სინამდვილეში ვიდრე უბრალოდ პირადობის მოწობა. აი ამ ინფორმაციის მატარებლის საშუალებით ძალიან ბევრი ფუნქციის შესრულება შეუძლია ბარათს. მან შეუძლია ტექნიკურად შეითავსოს დაგროვების ბარათების ფუნქცია, რომელიც მრავლად გვაქვს ჩვენ დღეს საფულეებში, ეს იქნება აფთიაქების, სუპერმარკეტების თუ ასე შემდეგ ბარათები. თუმცა ეს ეტაპობრივად ხდება, რადგანაც კერძო სექტორის აქტიურობაზე და სურვილზეც არის დამოკიდებული და თქვენ თვითონ შეგიძლიათ აირჩიოთ ის სასურველი ბარათი, რომელსაც შეათავსებთ ამ პირადობის ბარათთან და საფულე აღარ იქნება ისე თქვათ, ჯობია ფულით იყოს ავსე ხოლმე თქვათ ბარათებით, როცა ერთ შეუძლია შეითავსოს ეს ფუნქცია. გარდა ამისა, ეს არის ძალიან კარგი საშუალება ონლაინ სივრცეში ავთენტიფიკაციის. დღეს ისედაც არსებობს, რა თქმა უნდა, ცალკეული სერვისები სხვადასხვა ბანკებს თუ სხვადასხვა წესებულებებს ონლაინში, რომ შეგიძლიათ მიიღოთ ბარათის გარეშეც, მაგრამ იქ ჭირდება დამატებითი რეგისტრაციები ბარათის საშუალებით, რომელსაც შესაძლოა მის წამკითხველში მზიდერს ვეძახით, მოათავსებთ, უტყვარი იდენტიფიკაცია ხდება თქვენი და ვასკათ სერვისის მომწოდებელმა დაწესებულებამ და საჯარო სამსახურში ეს უკვე აქტიურად ინერგება, უტყვარად იცის ვინ არის კონტაქტზე, რომელი მოქალაქეა კონტაქტება და ვინ ითხოვს მომსახურებას. ჩვენ დავიწყეთ ამ მომსახურების მიწოდება თუ ადრე აუცილებელი იყო რეალურ დროში ეს ვთქვათ Skype-ით შემოსვლა და სახეზე შეხედვა ადამიანის და ოპერატორი უნდა ყოფილიყო ვთქვათ მოცლილი და რიგი უნდა ყოფილიყო თავისუფალი. დღეს ეს აღარ გვჭირდება ბარათის სამკითხველში მოთავსებით და ჩვენ ვებგვერდზე შემოსვლით უტყვარი იდენტიფიკაცია ხდება და ვიცი განაცხადი რით შემოდის. ნუ ეტაპობრივად ნაბიჯ ყოველდღე უშვებთ ახალ სერვისს ვთქვათ ონლაინში. მაგალითად ძალიან აქტუალურია დღეს კომუნალურ გადასახადებთან მიმართებით სულადობის ცნობა, რომელიც ძალიან მარტივი რაღაც არის და რომელსაც უნდა გადაადგილდე მიხედვით ტერიტორიულ სამსახურს. ბარათის მფლობელებს შეუძლია რამდენიმე წუთში მიიღონ მაგალითად სამოქალაქო. ასევე ვიცით, რომ საქართველოს ბანკი წამოვიდა თანამშრომლობაზე ამ ID ბარათების მფლობელებთან და უფრო გამარტივდა მომსახურება. ბარათი გამარტივდა იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი დროის დაზოგვა შეუძლიათ ბარათის გამოყენებას. ალბათ ყველას გვახსოვს ეს დრო, როცა ბანკში ხელით ვავსებთ რაღაცას და ხან რამოდენიმე ასეთ გვერდის შევსებაზე გვერდზე გვიწევს ერთი და იგივე ინფორმაციის დატანა. ბარათის სამკითხველში მოთავსებით ეს უტყვარი ინფორმაცია პირდაპირ კოპირდება თქვენ შესახებ და ერთი შეხედვით შეიძლება არაფერი იყოს 3 წუთი და 4 წუთი, მაგრამ ბანკში თუ წარმოიდგენთ სადაც 10 და 8 15 კაცი არის იქში, იქ 3 წუთის სკოც დაკარგვა ძალიან მნიშვნელოვანია, დაზოგვა ძალიან მნიშვნელოვანია. აი ხო მე პირადად მინდა რომ ავიღო ეგ ბარათი. მე სად უნდა მივიდე და რა თანხა არის გადასახდელი იმისთვის რომ მე მივიღო ეს ბარათი. და ბარემ ესეც გითხარით სავალდებულოა თუ არა ამ ბარათის აღება. ზოგადად პირადობის მოწობის ფლობა სავალდებულოა, ყოველთვის ასე იყო საქართველოში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ თუ გაქვთ მოქმედი პირადობის მოწობა, ძველი ტიპის და მას ვადა არ გასულია, არ არის აუცილებელი რომ გამოცვალოს. ანუ ახლა არ არის ვალდებულება იმისა, რომ მინდა თუ არა უნდა ავიღო ეს ბარათი. სურვილის ამებ შემდეგ. მოდიანი დოკუმენტის ფლობელი ადამიანები ტენდენცია ასეთი რომ ნებაყოფლობით მოდიან და ცვლიან ვინც ვთქვათ გააცნობიერა კომფორტის მნიშვნელობა. საბოლოოდ ყოველას ეგეთი ბარათი გვექნება, როდესაც გავუვა ძველი ტიპის პირადობის მოწობები აღარ გაიცემა, შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში, ტერიტორიული შეზღუდვა აღარ არის ამაზე, რომ აქ ვარ რეგისტრირებული რაიონში ვარ, სოფელში ვარ, ნებისმიერ ოფისში შეგიძლიათ მიიღოთ. გარდა ამისა, აუცილებლობა არსებობს იუსტიციის სახლებში და თბილისის, ძველი თბილისის ტერიტორიულ სამსახურში საბადკვირად შეგიძლიათ მიიღოთ პირადობის თანხა.
30 ლარი. ერთი მნიშვნელოვანი სიახლე მე ვთქვი რომ ეტაპობრივად სხვადასხვა სერვისები ემატება და ერთობა. მაგალითად, სარფის გამშვები ფუნქცია პასპორტის გარაშე შეგიძლიათ მხოლოდ პირადობის მოწობით გადაკვეთოთ საზღვარი და გადახვიდეთ თურქეთში, იქ არის სპეციალური აპარატურა, წამკითხველი აპარატები, რომელიც ბარას დადების შემდეგ ეს მხოლოდ სარფის საზღვარზე თუ სადაც ვიზა არ არის საჭირო იმ ქვეყნებში საუბარი. ტექნიკურად ჯერჯერობით მხოლოდ აი ამ გამშვებ ფუნქციებს. რა მაინტერესებს ეს მთელ მსოფლიოში მიღებულია ასეთი ბარათები თუ ეს საქართველოში ერთადერთი ქვეყანა ნამდვილად არა ვართ მიღებულია, თუმცა ყველგანაც არ არის. ბელგიაში საკმაოდ წარმატებული, ფინეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, საქართველოს ჩვენ დოკუმენტი შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ასე ვთქვათ, კარგი და მაღალ ტექნოლოგიურია, კი, ხალხოსოზით. აი ეს ადამიანები, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქენი, მაგრამ არიან ბინადრები, მათთვის თუ არის ხელმისაწვდომი ასეთი ბარათი? რა თქმა უნდა, ბინადრობის მოწყობაც აი ამ პლასტიკური ბარათის ფორმით გაიცემა უკვე. მოკლედ ეს პატარა რაღაცა ელექტრონული ნივთი იტევს უამრავ ინფორმაციას. ძალიან კარგია და მოსახერხებელი. შეიძლება ითქვას ძალიან ამარტივებს ასე კი, ტექნიკურად ძალიან ბევრი პოტენციალი აქვს, ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატიც არის განთავსებული აქ და როგორც გითხარით, ძალიან ბევრი ბარათის საბანკო ბარათის ფუნქციაც შეუძლია შეითავსოს. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ იძულებით სახელმწიფო ყველა კერძო სექტორს და ყველა სფეროს, სადაც კი ტექნიკურად შესაძლებელია ამის გამოყენება, ვერ ვაიძულებს და ვერ დავამატოთ. კერძო სექტორის აქტიურობაც არის დაკავშირებული რამდენად წარმატებული იქნება და რამდენად აქტიურად შევა ცხოვრებაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ სულ ყველა ჩაერთვება ნელა-ნელა და საბოლოოდ კონკურენციასაც იგრძნობენ ამ თუნდაც ბანკები ერთმანეთთან მიმართებაში, როგორც კი ერთი იწყებს. და ეს საზღვარგარეთის პასპორტს რო ვეძახით, ისიც ხო არ იქნება ამომავლოდ, რომ ესეთ ტიპის ბარათად იქცეს, ასე ვთქვათ. ის არ იქცევა ესეთი ტიპის ბარათად, უბრალოდ ქვეყნების შეთანხმებაზე დამოკიდებული ორი ან რამდენიმე ქვეყანა თანხდება, რომ საზღვარის კვეთა გქონდეთ აი ამ ტიპის ბარათით. შეგვიძლია თურქეთთან ერთად თუ ტექნიკური აღჭურვილება იქნებათ, მაგალითად სხვა მეზობლებს და ამინება იქნება ბარათით გადავადგილეთ. საქართველოს რუსეთია ძალიან კარგი იქნება. მას ერთი საინტერესო ჯინოს რაღაცა თუმცა თავისთავად ჩვენი სამგზავრო დოკუმენტი უკვე ძალიან მაღალი დონის არის, ბოლო თაობის ბიომეტრიული პასპორტი გვაქვს ამ თვალსაზრისით. მაინტერესებს ხა იმდენ ინფორმაციას იტევს და იმდენ ინფორმაციას შეიძლება დაიტიოს ამ პატარა ბარათმა, რომ მიჩნდება შიში. შეიძლება მოიყვანო ბარათი. ხო, ცოტა გაგიჭირდება, მაგრამ მაინც ხო. ხო და მიჩნდება შიში იმისა, რომ სხვამრავ ჩაიგდოს ეს ბარათი. მე მაგალითად ხან კიჭას ეძახიან ჯინოს, ხან მე მეძახიან კიჭას. და აი როგორ ხდება იდენტიფიკაცია მართლა შენ ხარ არა ხარ იქ პაროლი ჩურჩულით რაღაც 3-4 სპეციალური კოდი ექნება რა. რა თქმა უნდა ბარათის ხვის მიერ გამოყენება პრაქტიკულად გამორიცხულია. ერთი რაღაც უნდა ვთქვათ, ინფორმაცია, მრავალი ინფორმაცია, როდესაც საუბრობ, თავისთავად ბარათზე არ არის ყველაფერი განთავსებული. ეს არის კარგი საშუალება ავთენტიფიკაციის და ჩემთან როდესაც სერვისზე მოდის ადამიანი ბარათის საშუალებით, ვთქვათ, დისტანციურად მომმართავს, მე ბარათის საშუალებით ვიგებ ვინ არის და სხვა ბაზაში ვნახულობ მე მაკავშირებს და თბერასთან დაგაქვს დოკუმენტი, ასე ვთქვათ, არ შეიძლება ყველაფერი ასე ვთქვათ, ზედარი და ვიღაც აიღებს და უთქვენოთ რიდერში ჩადებს და წაიგებს. აუცილებლად. ესე იგი, მე ვთვლი რომ თელმა მსოფლიომ უნდა მობაძოს ჩვენს იუსტიციის სამინისტროს, იმიტომ რომ ასეთი ბარათები ნამდვილად ძალიან კარგია და მე პირადად დღესვე წავალ და აუცილებლად ავიღებ. რამდენი დღის განმავლობაში მომაწვდიან მე ამ ბარათს? 10-60 შავ დღის განმავლობაში მეიღებთ ბარათს. თუ გეჩქარებათ, სულ რაღაც 35 ლარს დაამატებთ და იმავე დღეს იქვე დაელოდებით. ბოდიში 35 ლარს თუ 5 ლარს 30 ლარს? 35-ს დაამატებთ. 65 ლარი ღირს თუ გინდათ რაღაც 1 საათში მივიღებთ. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ გავიგეთ ახალი ტიპის ბარათების შესახებ და მე მგონი უამრავი ადამიანი ახლა რეესტრებში დაიღებენ ამ ბარათებს. დიდი მადლობა. ჩვენ სულ ცოტა ხნის შევისვენებთ და დაგიბრუნდებით. რეკლამის შემდეგ ისევ სტუმართან ერთად რა თქმა უნდა.